საღამო მშვიდობის მოკლედ გუშინ ჩემებთან ვიყავი, მაგიტომ ვერ მოვედი, თან საქმეებს ვაკეთებდი. ეხლა გაჩვენებთ ჩემ პირველ ნამუშევარს. ანუ ის მეორე იყო რომ გაჩვენეთ. დიდი მადლობა გოგოებო კომენტარებისთვის. რაც რჩევის სახით იყო, აუცილებლად გავითვალისწინებ. კომპლიმენტებზე ძალიან დიდი მადლობა. მოვედი და ესენიც მოვიდნენ. არ გავაჩუმო, არ შემიძლია. მოკლედ დღეს მაქვს საგიჟეთი. ხო და ეხლა ამათი შიში დაგვერ შემოსულა. არა და განათება კარგი მეგობრებო და ამიტომ არ შემოვიდა ხოლმე. იქაც შემიძლია პრინციპში გავაკეთო. ხო, მე გავაკეთებ. ჭურჭელი მაქვს კიდე გასარეცხი და თხუთმეტი პატარა კოუზი, მართლა 15 არა, ნუ ბევრი პატარა კოუზი. აი, დილას დარეცხილი. მეთქი სად არის პატარა კოუზები? არ ვიცი, ერთს ამოიღებს, მერე ის არ მოსწონს, ჩააგდებს რაკვანაში თუ მეორე. რა ვიცი, პატარა კოუზებს რას უშვები? მოდი, მიესალმე. არა. კარგით გაჩვენებთ ახლა. რა თქმა უნდა, ჯერ დასრულებული არ არის არც ერთი, არც მეორე, იმიტომ რომ თქვი წინა ვიდეოში რეები აქვს გასაკეთებელი, ანუ თვითონ გასაღებების საკიდია გასაკეთებელი და უკან ჩამოსაკიდი, რომ უნდა ჩამოიკიდოს. მოკლედ ეს პირველი ნამუშევარი, რომელიც გაჩვენეთ, ესეთი და ეს არის, უпростоრედ ეს მეორე ნამუშევარია და ეს არის პირველი ნამუშევარი მეგობრებო. აი ესე გამოიყურება. აქ რა თქმა უნდა, აქაც იქნება ესეთი თხელი ფიცარი, მიმაგრებული, როგორც ამაზე მაქვს ერთწამით გაჩვენოთ. ამაზე ცოტა დიდია, ამაზე ცოტა თხელი დაჭირდება. მოკლედ მიხვდით ხო? აქ და აქ იქნება საკიდები გასაღების. აი უფრო ახლოდან რომ დაინახოთ, არ ვიცი აქ რამდენად კარგად ჩანს ამ განათებაზე ძალიან ანათებს და ხო, ლაკი წასმულია ყველაფერი, ანუ იცით რა არის, ძალიან შრომატევადია ესეთი ნამუშევრები, იმიტომ რომ აი თუ აგიწყვიათ როდისმე დიდი ლეგო, ანუ მიხვდებით რაზეა საუბარი, ხო? ანუ დიდი ლეგო ინსტრუქციის მიხედვით რო აწყობ, ოღონდ აქ ამ შემთხვევაში შენ თვითონ ქმნი იმ დეტალებს და ხდება, ასე ვთქვათ, აწყობა. და მერე უკვე მოხატვა, დამუშავება, აქ ეს ჯერ კიდე თან ბოლომდე არ არის მეგობრებო დამთავრებული. აქ იქნება ხე, აი ამ ადგილზე იქნება ხე, რომლის ტოტებიც ოდნავ, უფრო სწორედ ხე კი არა, ვაზი. ვაზი იქნება ესე, რომელიც ოდნავ ტოტები ასე აქეთ-იქით ესე სახურავზეც გადმოვა და აქ არის კიდე პატარა ესეთი ფანჯრებთან აქაც ყვავილები უნდა იყოს, ოღონდ პატარა, ძალიან პატარა. ნუ ცოტა ისეთი დეტალური ის არის რა, ანუ დეტალებში დასამზადებელია რა. ხო, უკან თავისთავად იქნება საკიდი ჩვეულებრივად, ეს ანუ ორი ნამუშევარი უკვე ფაქტიურად მზად არის, ანუ თვითონ კომპოზიცია მზად არის, თუმცა ვაზი აკლია და ეს აქ ფიცარი, მოკლედ, დასასრულებელია. ხო და რა თქმა უნდა, ესენი არის გასაყიდი, ვისაც ენდომება ეს ნამუშევრები, შეგიძლიათ კომენტარებშიც დამიწეროთ, შეგიძლიათ Facebook-ზე მომწეროთ
Facebook-ის links აღწერაში დავდებ და შეგიძლიათ პირადში მომწეროთ. არ მოგერიდოთ ფასი, იკითხეთ, უბრალოდ აქ ვერ გავახმოვანებ ფასს. სხვადასხვა ფასი აქვს ამ ორ ნამუშევარს, სირთულეების მიხედვით არის რა, მოკლედ. ძალიან მეძვირეც არა ვარ, არ შეგეშინდეთ. ასე რომ ვიცი ყველა ასე ვთქვათ საქმის შეფასება რა, მეხერხება ასე ვთქვათ. ხო, რაც შეეხება ხელით ნაკეთ ნამუშევარს, ეხლა რაშია საქმე? საერთოდ რატოა ძვირფასი? ესე იგი, თქვენ თითქოს ყიდულობთ იმ საოცარ დროს, იმ განწყობას, ემოციას და თან ყოველდღიურ ცხოვრებაში, როცა მოგწონს, რა თქმა უნდა, გილამაზებთ ცხოვრებას, ის რაღაცა სილამაზე, იმიტომ რომ თვალი ჭამს და თვალი სვავსო. ტყუილი ნათქვამი არ არის, მოკლედ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას. ყოველდღიურ ცხოვრებაში რაღაცა სასიამოვნოს რო უყურებ, ხო? თავისთავად განწყობაც მაღლდება. რატოა თან ხელით დამზადებული ნამუშევარი კიდე ღირებული, იმიტომ რომ თქვენ ფაქტიურად იმ ენერგეტიკას იღებთ, რაც არის ჩადებული, მთელი სიყვარული იმ დეტალებში, იმ ყველაფერში მოკლედ დროს რა ხარჯობ. ხო, ის ჩაგისვავთ ახლა იმ ვიდეოს გუშინ, ანუ დღეს რა რიცხვისასო 16, ხო? 17, ხო? 16 რიცხვის მას ჩაგისვავთ, პატარა ვიდეო გადავიღე. მშვიდობის, მოკლედ გაჩვენებთ ახლა ცოტაც წყნარია. ნუ უკვე მესამე დღეა. ესე აკეთებენ ეს ტუბები. მგონი გაზის არის და მოკლედ იქ არის ის სახერხი აპარატი და იმედია დღეს დაასრულებს გამოტოვეს ეს ნაწილი გაქვია მას პლაშატკით იქაც გასაკეთებელი კიდე არ ვიცი, ადგილი მოიპარა აშკარად, იმიტომ რომ უფრო ახლად იყო. კიდე ახლა იქ შესასვლელი არ ვიცი, ცოტა სხვაგვარად არის. შეიძლება ის მოხერხონ არ ვიცი, ეს დაუხსნელად არის და ეგ ინსტრუმენტი იყო აი აქ. მოკლედ. ამინდი არა უშავს სხვათა შორის. გადიგისო. ამინდი ცოტა თითქოს გრილაცავით. ეხლა ცხელად გქოლევთ, მაგრამ არც ცივა. ნუ ჯერ პრინციპში 15 საათი არ არის და დღეს საღამოს უნდა გავიდე, არ ვიცი, ვანდა სახში ვიქნებიო და გავისეირნებთ. იქით ხდება მოკლედ ესეთი ამბები. უშინდა ვიფიქრე გავაგრძელებთქო და მე რო წავედი, მოკლედ ვანდა ისვენებდა არა, დილის ცვლა იყო და საღამოს სახში იყო და მეთქი ბარემ ვნახავ მეთქი. მივედი და ეძინა კიდე მოკლედ ვიწერე, მე რადგა მე ცოტა ვერ იყო ხასიათი, მოკლედ რა ესეთი ამბები და
წამოვედით რა, სადღაც 6-7 იქნებოდა, მგონი რომ გამოვედით იქიდან. კიდევ გინდა? აბა, ეხლა всё, ხო გაჭამეთ, всё, წადით ეხლა. ხო და მოკლედ თითქმის დასრულების პროცესია ის კიბეები. რაღაც თქვენს ანუ არ ინერვიულობთ, ისე კაფითო ამოვავსებთ, მეთქი თუ შეიძლება მეთქი პატარა ისა და არ ვიცი ვკითხოთ მეზობლებსო, ნუ როგორც გადაწყვიტავენ ნახოთ რა. ხო და კარგი იქნება რა თქმა უნდა რომ საჰაერო იყოს, თორე ჩემთვის ახლა ამ ეტაპზე სულ ერთია სამზარეულოში. ანუ მე მაინც მინდოდა თაროების გაკეთება და ვერ წარმოვიდგენდი რომ იქით რაღაცა ვთქვათ, იქით ჰაერი იქნებოდა, იმიტომ რომ ჩემი კედლის გარდა კიდე ერთი იმდენი კედელი იყო იქით, რას ვიფიქრებდი რომ იმ კედელს ვიღაცა ოდესღაც მოანგრევდა. ნუ მოხდა ესე და მოკლედ ესეთი ამბები. ხო და ახლა დავაწყობ ამას. ისე სხვათა შორის რომ ვუყურებ რაღაცა ძალიან საყვარელია ჩემი აზრით, არ ვიცი ახლა მოდით წინა კამერით გადავიღებ. არ ვიცი მეგობრებო, ახლა აქ სინათლე როგორ ეცემა, მოკლედ აი ესეთი ნამუშევარია, ახლოდან ესე გამოიყურება. აქ ანუ ეს ამოღრმავებულია, ეს ასე ვთქვათ გადმოფარებული ისინია, სახურავი, ნუ მოკლედ რა სახურავის გადავხევი ამ კრამიტების დაკვრას. ხო და ვფიქრობ ძალიან ესეთია რა ეფექტურია. არც ეს არის ეხლა ეს უფრო მარტივი შესასრულებელია, იმიტომ რომ როგორც გითხარით, აი ესე ხეებია, მოკლედ გამოჭრილი და შეღებილი და მოკლედ ესეთი ნამუშევარია და ეს უფრო ისეთია რა, ყველაფერი ხელით როა შექმნილი რა, ეს მარჯვენა და ეს ნუ ესეც ხელით არის, რა თქმა უნდა, შექმნილი ხელით არის დახერხილი, შეღებილი, დახატული და ყველაფერი, მაგრამ ჩემი აზრით აი ეს უფრო რაღაცა გულთან ახლოს მოდის, ესეთი თან ეს გვერდიდანაც ნახეთ რა საყვარელია. შეხედეთ აი ეს სახურავი, ეს მოკლედ ვფიქრობ თვალს ძალიან გაახარებს. ისეთი ლაქის წუნი აქვს. ეხლა ჯობია განიავდეს, წავიღებ იქით ამას და ნელ-ნელა დღეს ვფიქრობ დავასრულებ და ხვალ ახალს შევუდგები კიდევ. ის არ ვიცი ახლა სახლები იქნება თუ სხვა კომპოზიცია იქნება, მოკლედ რაღაცას მოვიფიქრებ, მინდა რომ კიდევ უფრო საყვარელი და უფრო საყვარლობები გავაკეთო. ხო იცით მე როგორ მიყვარს ესეთი რაღაცები და რა უნდა მეთქვა, ხო აჰა უნდა გამეთიშა ინტერნეტი. მოკლედ აქ ფარდებიც კია, თუ დააკვირდებით ზედა სართულებზე ის წული მაქვს გაკეთებული შიგნით, ფანჯრები შიგნით. მოკლედ აი ესეთი ამბები. ესეც ასე ეხლა ყავა. აი მეგობრებო, ეს გაზის ზედა რაღაცა ეტაკა გუშინ. მეთქი всё, დავიღუპე კიდევ, ანუ გაზი აღარ მექნება ეხლა ისე ღუმელში რაღაცები უნდა ვაკეთოთ, ხო? სხვათა შორის სოსოს ვუწვავდი, კარტოფილს და ეხლავე. ხო და ეს გაზის იმას თვითონ ბალონის ზედა ნაწილს რაღაცა არ ვიცი, რაღაცა დაემართა. მოკლედ არ ამოდიოდა გაზი თვითონ იმებში რა. ხო გახსოვთ, გითხარით ყავა გადმომივიდა მეთქი. ხო და რო არ ამოდიოდა, ქვემოთ ჩავარდა ცეცხლი და ისე შემეშინდა უცბად დავკეტე. ახლა მე კი ვიცი გაზთან ახლა ურთიერთობა და რაღაცა, მაგრამ მაინც სიფხილესავი არ ხდება, ხო იცით? ხო და მეთქი რა ხდება? ხო მე მოხსენი
ვაიმე დავიჩივლე, დავიწუწუნე დედასთან, მეთქი ესე რამე შეიძლება ეხლა რა ვქნა მეთქი, ანუ თან ვეკითხები რა ღირდა თქო ის ზედა ის ნაწილი თქო და მოკლედ ვერ გაიხსენა ხო და ну, აი მეთქი ვიფიქრე, რაღაცას მოვიფიქრებ თქო, მოვედი მეგობრებო, მოხსენი, დავბერტყე, ვულტყი, ვუკაკუნე, გავრეცხე, გავჩოთქე, დავწურე კარგად და იქიდან ვამოწმებდი ქვემოდან, ანუ აი ეს ქვემოთის რო არის რა, ვუბერავდი რა, ეს თავიდან იმის რო შეუბერე, საერთოდ არანაირად არ გადიოდა ჰაერი და მეთქი რაღაცა არის შიგნით ეთყობა გაჭედილი თქო და მოკლედ რა, რომ გავრეცხე რაღაცა, ცოტა გავიდა, ანუ ის ანუ წვრილად არის საერთოდ გაზისთვის. წდება რო აწვება გაზის, ხო? ნელა შედის, რომ უცბად არის მაგას. რა მოკლედ ხო და დავმშვიდი, მეთქი გავაკეთე თქო და მეღირს. მოკლედ ხო და კარტოფილი გუშინ შევწვი სოსოსთვის იმაზე. გუშინ იყო, ხო, გუმელში რო შევწვი. ხო, ნუ ეხლა ის დიდი ხანი გავაჩერე, მეთქი დაიბრაწოს თქო რა და სხვათა შორის მეგონა მოიხარშებოდა ღუმელში, მაგრამ საკმაოდ კარგად დაიბრაცა, ხა? ვერ გავიგე. იმიტომ რომ ამას წინათ ესე რომ გავაკეთე მოიხარშა. არ ვიცი, ზეთი ეხლაც ესხა, მაგრამ მოკლედ მეგობრებო, ძალიან მინდა ზეთის ამოღება მენიუდან, იმიტომ რომ არ უმხატრი მთქვა. არ ვარ გავა. ხო და არ უმხატრიო იტყვის, ესე იგი ესეა. ისეთი ლამაზი პეიზაჟია გარეთ. ეს იორვედიო თუ რა ქვია, სულ მეშნება ეს სათაური. დავადგათ. ისიც ასე. მეგობრებო, ვემზადებით წვიმებისთვის. მოვიმარაგოთ ყველაფერი რაც გვჭირდება სახში, რა იცით, როგორი წვიმები იქნება ღმერთმაგლას, ჩვეულებრივი წვიმები იყოს, მაგრამ რომ გადავხედე ამინდის პროგნოზს, უბრალოდ სოსომ დამიძახა და მითხრა მოდი ნახედე და ნახე რა ხდებაო და მოკლედ რომელი თუ იყო მაისი? სუ ელვები ყოველ დღე ჭექაქუხილი, ხა? ხო, მასე ახლა ფიფქებიც ეხავდა, მაგრამ არ მოვიდა თუ 28 დღე ზედიზედ შეიძლება ჭექაქუხილი იყოს. ну ხო, ერთი კვირა ზედიზედ შეიძლება ჭექაქუხილი. ისე ლექსი როა რუსული. Люблю грозу в начале мая, когда весенний светлый гром. და ეს სულ მაგას ვიძახი ხოლმე, მაისის და მიხარო და ხოლმე. ეხლა რა უნდა გაგიხარდეს, რაღაცა ანომალია ხდება, იმიტომ რომ ესეთი სიცხე 51 წლის ვარ და მე არ მახსოვს რომ მარტის თვეში ესეთი სიცხე ყოფილიყოს, იმიტომ რომ სკოლაში იყო და ერთი სული ქონდა გოგოებს ეგრეთ წოდებული გეტრებზე გადავსულიყავით, თუ გახსოვთ ჩემი თაობის გოგოებს. ვაიმე გეტრებზე ესა მაიცას სეზონის გიშს რო ვეძახდით, თუ ვინმე ადრე ჩაიცმევდა ამ გეტრებს ან წინებს, მოკლედ სეზონის გიჟიაო და ისე გვიხაროდა ხოლმე. ვა, უკვე გეტრებზე გადახვედი, რაღაც ესეთი ფრაზები იყო ხოლმე. მოკლედ, კაი დრო იყო. სკოლის ფორმები რო გვეცვა და რო გავიხდიდით ხოლმე და უკვე აი ფეხებზე თბილად რო იყავი, აი ისეთ სასიამოვნო თბილი სიორო დაგიბერავდა ფეხზე. მახსოვს მაშინ მე ეგრეთ წოდებული მაშიროვკები ერქვა თუ რაღაცა ზეიმებისთვის რო ვემზადებოდით, ადრე პარადს ეძახდნენ, პარადებისთვის ვემზადებოდით. რა ვიცი. მაშინ იყო ცოცხალი ურთიერთობები. გადავედით ვირტუალურზე. თითქოს რაღაცა მარხა მატრიცა. ხო და ეს მეგობრებო
ვანდასთან ყოველთვის მოიძებნება ხოლმე ტკბილეული, როცა მომინდება ხოლმე ძალიან. მოკლედ არ ვიცი, თან როგორ იმაშობა, ეტყობა ფაზაკლებებში რო არის, ყიდულობს ხოლმე. თან ყოფილა ეგეთ შემთხვევა, რომ მაგალითად უყიდია რამოდენიმე სახეობის ტკბილეული და მეორეჯერ რომ მივსულ ვარ, ანუ 3-4 დღის მერე, ხო? ისე უწყვია და მეთქი რატო ყიდულობ თუ არ მიირთმევთ, ანუ ყავაზე ან რაღაცა ხოლმე გახსნილი მაინც იყოს, რომ 1-2 ამოიღო იქიდან. ისე სხვათა შორის მე რომ მუშაობდი იქ ორნაბიჯში, მეც მქონდა ესეთი ჩვევა, რომ ოღონდ მალავდი მეგობრებო, იმიტომ რომ ყოველი სადილის და რაღაცა ვახშმის მერე ცოტა დესერტს ვაძლევდი ხოლმე სოსოს, არც ეგ არ ვარგა დესერტები. ეგ არის შაქრის პირველი შაქრის დიაბეტის მტერი კი არა და როგორ თქვა, ნუ ხო მიხვდით, ხო. გუშინ კიდე რაღაცა იმას ვქენი, ცეპი მქონდა გარჩენილი და ავაწყე ისა, ავაწყე რა ეხლა ესეც დიდი ის არ იყოს, უბრალოდ სამი ესეთი კრისტალი, რა ქვია ამას, მძივი მქონდა, მწვანე ხო წელს, ასე ვთქვათ, მოდაში თუ როგორ არის ტრენდი. ხო და იმაზე გავაკეთე რა, მოკლედ სამაჯური გავიკეთე. ეს ადრინდელი რაც მეკეთა მძივებისგან აწყობილი და ეს არ ვიცი რამდენად ჩანს, ეს უფრო ჩანს მე მგონი. აქ ისეთი სინათლეა, რომ სულ იმაშობა ანათებს. აი. ძალიან დავიხარე მეგობრებო. თვალებში რაღაცა ის ხედულობის პრობლემები მაქვს. პერიოდულად თან რისი ბრალია არ ვიცი. რაღაც პერიოდულად მაქვს ხოლმე, რომ აი რაღაც არ ვიცი, შეიძლება ხშირად რომ მიკეთია სათვალე, მაგის ბრალია თვალები უნდა დავასვენო ხოლმე. ახლო მხედველს სათვალეს ვხმარობ და ხანდახან მომიწყდება მიკეთია და ხარას მივეჯახები, ხარას სათვალე რომ მაქვს ხოლმე გაკეთებული. ხო და შორს ჩვეულებრივად ვხედავ, ანუ ნორმალურად და ანუ მარჯვენა თვალში უფრო მაკლია ხედულობა ვიდრე მარცხენაში, იმიტომ რომ ესე რომ ამოწმებ ხოლმე, აქეთ უფრო რაც ბუნდოდათ ვხედავ ვიდრე მარცხენა და არ ვიცი რისი ბრალია, იქ ორი ნაბიჯის გვერდზე იყო ესა ოპტიკა, მან ოპტიკა რა მთელი თამარ მეფის გამზირი. და მითხრა რომ მოდიო ესა ერთი ძალიან კაი ქალი, მე იმას ვიზამო რა, გაგისინჯაო რა იმასო, ანუ რაზომა გჭირდება სათვალე და რაღაცა და ფაქტობრივად მაჩუქა რა მომსახურება. და მითხრა რომ ძალიან იჩქარეო, ანუ ცოტა მეტი სათვალების პლუსები, მინუსები როა რა, მოკლედ ძალიან იჩქარეო, ერთით ნაკლებით შეგეძლო გეხმარა და ანუ არ დაგჭირდებოდაო რა და ნუ არ ვიცი, მოკლედ რა, რატოცა ესეთი ისა მაქვს, შეგრძნება რომ რაღაცა მაქვს თვალში და იმიტომ ვერ ვხედავ. ესეთი ამბები ერთი გავიხედო. უკვე შებინდდა. მოკლედ სოსო მეუბნება, როდის უნდა გააკეთო იმისი, რა ქვია, ფინიკის კურკების ყავაო. არ ვიცი რა, გავიგე, სადღაცას გავიგე, რომ ეგეთი ყავას, ანუ სვავენ რა და ახლა ამას დაჭირდება, რა თქმა უნდა, ალბათ კურკები უნდა მოიხალოს, ალბათ, ხო, კარგად უნდა მოიხალოს და მერე უნდა დაიფქვას. არ ვიცი. თუ იცით გოგოებო და გაგიგიათ ესეთი რაღაცა და იცით როგორ შეიძლება ამის გაკეთება, ველოდები თქვენს რჩევებს. ხო, სხვა რა, ესე
ისე კარგად ისმის, ალბათ ჩემი ლაპარაკიც ისმის. დროზე გამაკეთებინა ეს ამბები. ხო, მგონი ათინომ დამწერა, რომ წვიმა არ ჩამოვიდეს. არა, ათინო იქ კიბის უჯრედია და კიბის უჯრედი არის გადახურულში, ანუ ჩვეულებრივად გადახურულია. მან გამორიცხულია, რომ წყლის წვეთიც ჩავიდეს რა. ისეა რა, მთლიანი სახურავია ზემოდან რა გაკეთებული და არა, თან იქით მხარეს, ანუ ჩემ ფანჯრის მხარეს იქით უკვე ეს არის შოლობიც გააკეთეს, მოაწესრიგეს, გახსოვთ ალბათ ადრე უწუწუნებდი ორ კედელს შორის თქეშით რო ჩადიოდა წყალი, ძალიან დიდი წვიმები რო იყო მაშინ. რასაც ქვია, იმაზე თან ქარი იყო და ესხმეოდა კედელზე და კი იცით ჩემ კედელს რაც დაემართა. ეგ კედელიც გასაკეთებელია, მე ცალია ახლა მაგისტვის. მე ახლა პირველი რასაც ფიქრობ, ეს არის რომ გამოვიმუშაო რაღაცა თანხა გადავიხადო ჩემი, ასე ვთქვათ, კრედიტი, რომელიც უკვე გადაცილებაში მაქვს 12 რიცხვიდან, ანუ 12 ითვლება 12, 13, 14, 15, 16, 17, უკვე 6 დღე მაქვს გადაცილებაში. დღეზე თუ სწორედ მახსოვს 15 ლარი, ყოველ დღე 15 ლარი ემატება. მგონი ესეა. იმიტომ რომ არა, ცოტა ნაკლები, მაგრამ აი, ხმერთ არ ვიცი რა. ხო, ეს მაქვს ინდუსი რომ ლაივი აქვს ახლა ჩართული. ან ლაივს იღებს რა, ლაივში იღებს. და მე მაქვს ჩართული. რა ხაპული? აი. ხო და ეს პატრიკის, წმინდა პატრიკის დღესასწაულია ნიუ-იორკში აღნიშნავენ, ეს ირლანდიული. ხო და ესეთი ამბები. სოსო, შენ ეს მიირთვი? გაგიყოფ. მაინც გავტეხებ, მე არ შემიძლია ისე ვერა. ცოტა გაგიტეხე. აი აყავა. იცით როგორ დავიღალე? თითქმის მთელი დღე ვიჯექი. აღარ მდგომიარე ხო არ გავაკეთებდი ამ ყველაფერს. სოსოს ვეუბნები, მოდი მეთქი რა დედა საღამოს გავისეირნოთ გარეთ მეთქი. ვერ გატევ ამ ბავშვს სახლიდან, რა საშინელებაა. სოსო, როდის წავიდეთ? გარეთ სასეირნო. აი ესე გაიგეთა ხელზე. მშუბლზე. ხო. თმები შესაჭრელია. ვეუბნები, როდის შეგჭრათ თმები? მინდა რომ დილის საათებში საღამოს არ შეიძლება. სხვათა შორის მე პატარ-პატარა ცურწმენები მაინც მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ არაფერი ის არა აქვს, ხო, მნიშვნელობა მაშინ აქვს, როცა შენ გჯერა. და თუ გჯერა, ჯობია რომ შეასრულო ხოლმე. ხო და ეს არის სტერეოტიპები, რომ ჩაგვინერგეს დიდი ხნის წინ. გადაჩვევა ძალიან რთულია. იმიტომ რომ ქვეცნობიერში მაინც რაღაცა დარჩება და ესე იოლადაც ვერ დანებდები. ამიტომ ესე დაგვიმონეს. კარგით, მეგობრებო, არ ვიცი რამდენი ხანი ვილაპარაკე. მინდა კიდე რაღაცები მოგიყვეთ საინტერესო თემებზე, დიდი ხანია არ მისაუბრია. მქონდა იდეა, მაქვს რაღაც ერთი ძალიან საინტერესო თემა. შემდეგ ვიდეოში დიდი ალბათობით ვისაუბრებ მაგაზე. საჭიროა რა, აი ყოველდღიურ ცხოვრებაში რომ აუცილებელია.
ნუ ცოტა ესე ირიბად ცოდვებსაც ეხება და ნუ მოკეთ, საინტერესოა რა. კარგი თაბადროებით ახლა დაგებშვიდობებით და მოლოდინი მაქვს რომ ხვალ მაინც მოვალ. თუ კიდე არ ჩამithრია რაღაცა ესეთმა ერთ-ერთმა ნამუშევარმა მესამე უკვე. ხო თან კიდე იმიტომაც მინდა გასეირნება გარეთ რომ ტოტები მინდა მოვტეხო პატარა ტოტები მჭირდება კომპოზიციისთვის რა თქმა უნდა. კარგი თაბადროებით გაკოცეთ და ხვალამდე.